შემდეგ რაც გახსენით ოფისი, ახლა უკვე ესაუბრებით ჭიათურლებს. ნიკა, რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელზეც ისინი საუბრობენ და რას თავაზობთ თქვენ გამოსავლის წინ? პირველ რიგში მინდა წუხარება გამოთქვა ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ორი ანგელოზი პატარა ბავშვი გარდაგვეცვალა, ყველას გარდაგვეცვალა 6 წლის ზუგდიდში და მერთმა გვაკმა როს ასეთი კივილისგან მრავალი წელი ასეთი ტრაგედიებისგან სამწუხაროდ ხალხი არ უნდა იღუპებოდეს სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ რომ მათ უჭირთ. ხალხი არ უნდა იღუპებოდეს, ბავშვები მით უმეტეს არ უნდა იღუპებოდნენ, იმიტომ რომ დედას არ აქვს შესაძლებლობა ინკასატორს არ ჩააჭრევიოს დენი. აი ამ დროს ეხა მართლა ჯავრის გორგალი მოგაწვება და დაგახჩობს ბრაზი როცა იცი რომ არ ვიცი მილიონებს შოულობენ და აღარ იღლებიან ამ მილიონების შოუნაში და ცათაბჯენი კორპუსი არ ვიცი დედამიწის ქერქში ზიკეკებია ყველაფერი სიმდიდრეიდან ამოაქვს კორუფცია ყვავის და ელემენტარული სოციალური პრობლემების მოგვარებაც კი ვერ ხერხდება და სოციალურ დაუცვეთა რაოდენობა იზრდება. დიახაც იქაც ახლა საიდანაც მოდიო ლაპარაკობდი 250,000 ადამიანით მეტი არის სოციალურ დაუცველი, რაც მილიარდერი ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. კი არის შემცირდა. გაიზარდა 250,000-ით რაოდენობა ქართველებისა, ვინც შემწეობას იღებს. გაიზარდა რაოდენობა ქართველებისა, ვინც ქვეყნიდან მიდის. გაიზარდა რაოდენობა ბავშვების, ვინც ქვეყნიდან გარბის. 10,000 14 წლამდე ბავშვი გავიდა 2023 წელს. არ ვიცი იზრდება რაოდენობა ადამიანების, ვინც სისხლის ბანკში მიდის, იქ სადაც არსებობს რომ სისხლი ჩააბაროს 450 გრამი და 50 ლარი აიღოს. 32,000 იყო ასეთი საქართველოს მოქალაქე, წინა წელს 27,000. ანუ და აი ამ დროს ეკონომიკა, კი ბატონო, იზრდება, ვითარდება, სხვა ძლიერ მასშტაბებს იძენს. მოცულობა იზრდება ბიუჯეტის. როგორ გეკადრებათ? სიმართლეა. გამომარჯოს სიმართლეს და სიმართლეს იძახის, მაგრამ სად მიდის ეს გაზრდილი ბიუჯეტი და გაზრდილი ეკონომიკა? ვიზე ნაწილდება? ჭიათურელებზე ნაწილდება? ბაღდათელებზე ნაწილდება? ვიზე ნაწილდება? ვანელებზე, ხონელებზე, ზუგდიდელებზე, ვიზე ნაწილდება? ნაწილდება ივანიშვილებზე, ყობახიძეებზე, აი კალაძეებზე. ეს ხო უკვე აღარ არის ვარაუდი, ეს არის ფაქტი. და 26 ოქტომბერი იძლევა შესაძლებლობას აი ამ უამრავ უსამართლობას დაესვას წერტილი. მათ უნდათ უსამართლობას უფავდეს ამ ქვეყანაში. ამ ხალხს სურს სამართალი და სიმართლე იყოს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, გსურს ჩვენ მიგიღოთ საქართველოს წევრად. ხელისუფლებას ეს არ სურს. შესაბამისად არ სურს სახელმწიფო იყოს მდიდარი და მოქალაქეები იყვნენ მდიდრები. 26 ოქტომბერს ეს უამრავი, აი თაიგული პრობლემებისა უნდა მოგვარდეს ერთადერთი გამოსავალია აქ. არაფერი უნიკალური არავის არ მოუგონებია. ყველანი ჭიათურიდან დაწყებული, არ ვიცი, ვანით გაგრძელებული, ბაღდათით გაგრძელებული და თბილისით დამთავრებული და ლაგოდეხით დამთავრებული, უნდა მივიდეთ საარჩევნო ურნებთან. და აი ასე დასრულდება უსამართლობა და ქაოსი, რომელიც უნდა რომ განვითაროს, ჩვენ გვინდა წესრიგი, მათ უნდათ ქაოსი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. აი ეს გადაწყდება 26 ოქტომბერს. მადლობა ღმერთს, მოგვეცა შესაძლებლობა თანამედროვე ქართველებს 26 ოქტომბერს შანსი მოგვეცა ყოველ შემთხვევაში მივიღოთ იმ პროცესში მონაწილეობა, სადაც ისტორია ქართული თანამედროვე სახელმწიფოსი დაიწერება ოქროს ასოებით. მე ვჯერა და ამის ასოების და აი ამ ქმედებების და აქტის ავტორი იქნება ქართველი ხალხი, არა პროკურორი, არა გამგებელი, არა სუსის ვიღაცა და რაღაცა. ქართველი ხალხი. ერთტურიანი არჩევნებია, წასულ ჩაბარდა ის ჯოჯოხეთური ორტურიანი არჩევნები, წასულ ჩაბარდა ის მაჟორიტარული ოლქები, ერთტურიან არჩევნებში ქართველი ხალხი დამაჯერებად უნდა ვიმარჯვებდეთ. სხვა გამოსავალი არ არის და აი ამაზე ვსაუბრობდით იქ. იგივე გავიმეორე ახლა თქვენთან. დიდი მადლობა.